მოგესალმებით ბათმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ქობულეთში ვართ. ქობულეთის ცენტრში, ქობულეთის მერიასთან დაიწყეს უნებართვო ობიექტების დემონტაჟი. როგორც ჩანს, ის ტენდენცია, რაც დაიწყო ბოლო პერიოდში ბათუმში, თუმცა ბოლომდე გაუგებარია და არავინ განმარტავს რასთან გვაქვს საქმე. დაიწყო ქობულეთშიც, როგორც ახლა ჩვენ გვითხეს აქ ქობულეთის პრეს-ცენტრში. რამდენიმე ობიექტის დემონტაჟია გადაწყვეტილი. ჩვენ დაგველაპარაკება ქობულეთის მერის წარმომადგენლის, სწორედ ამ ობიექტების დემონტაჟთან დაკავშირებით. რა ობიექტი იყო ეს, შეგიძლიათ მოგეთქვით? ვისი ობიექტი იყო? ბათუმის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ შერჩევით ეთქდება ეს დემონტაჟი, ანუ ვთქვათ, იგივე ამბასადორი, რომელიც აშენდა უკანონოდ და უნებართვოდ ბათუმის ბულვარში, ცენტრალურ შესწორთან ახლოს, მისთვის არავის არ უხლია ხელი, ასე უნებართვოდ დააშენა კონკრეტულ შენობას კოშკი გიორგი ჭყონია, რომელიც არის ბიზნესმენი და ქართული ოცნების პარლამენტის წევრი, არც ამ კოშკისთვის არავის არ უხლია ხელი, რომელიც ხელშეუხლოს ბათუმის მერის პირდაპირ მდებარეობს და ბათუმის მერი თავის სამუშაო კაბინეტთან პირდაპირ ხედავს უნებართვო მშენებლობას, მაგრამ არავის არ დაუნგრევია ეს უკანონო მშენებლობა და არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია მუნიციპალურ ინსპექციას ამ კონკრეტული უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ, მაგრამ დაანგრიეს კონკრეტული რესტორნები, კონკრეტული სავაჭრო ობიექტები, მათ შორის აიღეს სავაჭრო ჯიხურები, რომელსაც აღარ მისცეს ნებართვები დღეს ხანდაშორის ამ ადამიანებს ჰქონდათ საპროტესტო აქცია ბიძინევანიშვილის სახლთან შეკვეთილში, რადგანაც მოქალაქეები ამბობენ, რომ თუკი ისინი მუშაობდნენ წლების განმავლობაში და არ იყო მათი მუშაობა და უკანონო, ეხლა რატომ გახდა მათი ჯიხურები, რომელიც მათი ოჯახების შემოსავლის მთავარი წყარო იყო, დღეს რატომ გახდა ეს უკანონო, მათ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს და ამიტომ შემდეგ მივიდნენ ისინი ივანიშვილის სახლთან. როგორც გავიგეთ, ქობულეთშიც დაიწყო ეგრეთ წოდებული უნებართვო კონკრეტული ობიექტების დემონტაჟი, როგორც ჩვენ ახლა გვითხრა ადგილზე ქობულეთის მერის პრეს-ცენტრმა, წინასწარ გააფრთხილეს ამ ობიექტის მფლობელი, რომელსაც კაფე ქონდა მოწყობილი ამ ქობულეთის ცენტრში, ქობულეთის მერიასთან ახლოს. როგორც გვითხრა ჩვენ ასევე პრეს-ცენტრმა, გაფრთხილების ჩაბარდა ეს ობიექტების მფლობელებს და რამდენიმე ობიექტის გაუკეთებენ და რამდენიმე ობიექტის დემონტაჟი მოხდება ქობულეთში. თუმცა ჩვენც არ არის ცნობილი რამდენად სამართლიანად და განსაბუთებულად. რამდენად არსებობს სამართლებრივი განსაბუთება თითოეული დემონტაჟის შემთხვევაში, რაც გვინახავს ბათუმში. ჩვენ დაგვიდა ქობულეთის მერის პრეს-ცენტრში დაგველაპარაკეთ მერის წარმომადგენელს, რომელიც მოგვეძებს ინფორმაციას ამ დემონტაჟთან დაკავშირებით. თავად ამ კაფეს მფლობელები არავინ ადგილზე არ არის, რომ მათ გავესაუბროთ. როგორც გითხრა, ჩვენ ქობულეთის მერის პრეს-ცენტრმა მათ წინასწარ გააფრთხილეს ობიექტის მფლობელები. ამ სახელმწიფო ობიექტის წინ ეს სახელმწიფო შენობა, როგორც ჩვენ კარგ შეხედავთ ასე ჩამონგრეულს, სწორედ მის წინ იყო მოწყობილი ეს კაფე, რომელიც ახლა იხილება. ეს ქობულეთის ქალაქის ცენტრია, ქობულეთის მერიას ჩვენ კარგში. ეს მერიასკენ მივალდისაზე იყო ეს კაფე, რომელიც დემონტაჟი ხლა აკეთებს შესაბამისი სამსახურს.
შეიძლება რომ გაგესაუბროთ? თქვენ კობილცბერის ზედამხედველების სამსახური. რა ხდება? რამდენი ობიექტის დემონტაჟს აკეთებს კობილცბერია შეგიძლიათ რომ პრესამსახური აქვეა და მე მიმართეთ და მოგაწყვეტ. პრესამსახური ბარიერი არ უნდა იყოს. თქვენ კიდევ ხედავთ და შეგვიდა პრესენტი მაშინ მჭირდება როდესაც თქვენ ხელს ეხლა რომ მოქალაქეებს არ შეექმნა რამე თქვენ არ უზრუნველყოფთ საზოგადოების ინფორმირებას. მოქალაქეების ინფორმაციის მიწოდება არ არის. მიმართეთ და გაგცემენ პასუხს. პრესამსახურისგან ჭირდებათ ნებართვა რომ ნებართვა ჭირდება მე, მაგრამ თქვენ უნდა მიმართოთ. ჩვენ მიმართეთ უკვე, მიმართული გვაქვს და ველოდებით პასუხს. დაელოდოს მე შეშემოგიოლე რა. რამდენი ობიექტის დემონტაჟს აპირებთ? შეგიძლიათ მოგეთრობოთ რა. პრობლემაა ის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოახდინოთ და განუმარტოთ საზოგადოებას თუ რატომ ანგრევთ ობიექტებს. მუნიციპალიტეტის მერიიდან რამდენიმე მეტრში თუ მდებარეობდა ეს უნიბართო მშენებლობები, ამდენი წლის განმავლობაში როგორ ახერხებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას? რამდენი წელი იყო უნებართვოთ ეს ობიექტი აქ? ახლა რატომ გახდა პრობლემა? აი აკერ არის პრესამსახური, აი ხედავთ. მე დაველაპარაკე, აი მარი. თქვენი ნებართვა ეჭირდება ამბატონს ეგ და მისცეთ ნებართვა. რამდენიმე ხო პრესამსახურს. ხო და აქვე არის ეს ფოტორი და რა პრობლემაა რომ გაგვესაუბროთ? აი მივიღეთ ნებართვა, რამდენიმე წუთში დაგელაპარაკებათ ხო? რა უცნაური ურთიერთობა ქონიათ პრესიდენტთან. პრესიდენტი არ ნიშნავს იმას, რომ ბარიერი შეიძლება შეუქმნეს პრესას პასუხების მიღების პროცესში. მოგა ჩვენ ვცადეთ კობილეთის მერის პასუხისმგებელი პირისგან მიგვეღო ინფორმაცია რამდენი რა ხნის განმავლობაში რამდენი წელი იყო მაგალითად უნებართვოთ ეს კონკრეტული ობიექტი რომელსაც ეხლა ანგრევენ კობილეთის მერიასთან ახლოს როგორც მერის ადმინისტრაციული შენობასთან ასევე ჩვენ გვაქვს კითხვა თუ რამდენი ობიექტის დემონტაჟს აპირებენ კობილეთში და ბუნებრივია არსებობს კითხვები ამ პროცესის განმანიერებასთან და სამართლებასთან დაკავშირებით, როგორც ეს კითხვები არსებობს ბათუმის შემთხვევაში, რადგანაც წლების განმავლობაში არაერთი უკანონო და უნებართვო შენობა იყო ბათუმის ბულვარში, მაგრამ მისთვის არავის ხელი არ უხლია და ეხლა უკვე ერთიანად გაუკეთეს დემონტაჟი რამდენიმე შენობას. რაც შანსი რომ არის შერჩევითი ეს პროცესი და ის შენობები, რომელიც ეკუთვნის გავლენიან კომპანიებს, მაგალითად ამბასადორს ან გავლენიან პირს, მაგალითად გიორგი ჭონიას, მას ხელს არავინ არ ახლებს, ჩვენ არ ვიცით როგორ ტარდება ეს პროცესი კობილეთის შემთხვევაში. მაგრამ კობილეთის როგორც ჩანს, ეხლა დაიწყო ეს ტენდენცია, რაც გააქტიურდა ბათუმში, როცა წლების განმავლობაში არის უნებართვოთ და უკანონოდ ან აშენებული ან უკანონოდ ფუნქციონირებს კონკრეტული ობიექტები და მასზე რეაგირებას არ ახდენენ სათანადოდ მერია და შესაბამისი სამსახურები და მოულოდნელად ერთიანად რამდენიმე შენობა დაანგრიეს ერთიანად ბათუმის ბულვარში, ასევე თქვა აიღეს საავეჭრო ჯიხურები, თუმცა ათეულობით ადამიანი მუშაობდა და ჯიხურების მიღებული შემოსავალი ამ ოჯახების მთავარი შემოსავლის წყარო იყო. და რაც თავარია დღეს ეს ადამიანები სვამენ შეკითხვას და ეს შეკითხვები გააჟღერეს დღეს შეკვეთილში ბიზნია ევანიშვილის სახლთან არაფორმალური მმართველის სახლთან, რომ თუკი ამდენი წლის განმავლობაში ისინი იღებდნენ ნებართვას, ჰქონდათ ესკიზებიც, ჯიხურების ესკიზებიც და დახლების ესკიზებიც შეთანხმებული ბათუმის მერიასთან და ამდენი წლის განმავლობაში ისინი იხდიდნენ მოსაკრებელს, დღეს რატომ გახდა მათი საქმიანობა უკანონო და მიუღებელი. მაგრამ ისინი ამ კითხვებზე პასუხს ვერ იღებენ. მათ ჰქონდათ საფრთხეს აქცია როგორც ბათუმის მერიასთან, ასევე აჯარის მთავრობის შენობასთან. მაგრამ არავინ არ შეგვიძლია ეს ადამიანები შეიკრიბნენ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ოლიგარქის ბიზნია ევანიშვილის სახლთან. ივანიშვილი მოგიწევს წარმოადგენს რომელიმე თანამდებობის პირს, ის არის მმართველი პოლიტიკური პარტიის ქართული ოცნების საპარტიო თავმჯდომარე. მაგრამ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს სწორედ ის სახლთან შეკრებილიყვნენ, რადგან ცვლიან რომ სწორედ ის არის გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში. და სწორედ ივანიშვილს შეუძლია მათი პრობლემების მოგვარება. ეხლა გვიწერენ კომენტარებში, რომ აი სეზონის დაწყებისას დაუნგრიეს ხალხს
ორი კაპიკის შემოსავლის საშუალება. როგორც ხედავთ, აქ მუშაობს ძალზედ მძიმე ტექნიკა, ეს აღმოჩენებლის ქუჩაა. ჩვენ აქ ქობულეთის მერის ადმინისტრაციული მდებარედ. ეს საერთო ერთ-ერთი როგორც აკუთვნოს უნებართვო შენობის დემონტაჟი. რამდენიმე შენობის დემონტაჟს აპირებენ ქობულეთის მერიაში, როგორც ჩვენ გვიქნა ქობულეთის მერის პრესცენტრმა, ვიდრე შემოვიდეთ პირდაპირ ეთერში. თუმცა რამდენია ეს შენობა? ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ ქობულეთის მერის შესაბამისი პასუხისმგებელი პირისგან, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ მან უარი თქვა პასუხისმგებელი შეკითხვებზე. თქვენი იყო ქალბატონო ეს ობიექტი? ჩვენ მუშაობდით ამ ობიექტში? რამდენი წელი მუშაობდა ეს ობიექტი? შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ? ეს არის ერთ-ერთი მეპატრონე ამ ობიექტის, თუმცა მიზეზებზე საუბარი მას არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნია, რომ მისი უფლებები ითვლება კამერების წინ ამის შესახებ ამ საუბრს. ამ ობიექტიდან რამდენიმე მიხედვაში ასევე მდებარეობს ეს ობიექტი, რომელსაც ავტომობილთან ტროტუარი აი ეს არის ობიექტი, რომელიც ახალხან დაანგრია მძიმე ტექნიკამ. ჩვენ ნახეთ ადამიანი, რომელიც საუბრობ მუშაობდა ამ ობიექტზე, მაგრამ მან უარი თქვა ეპასუხა ჩვენს შეკითხვებზე. აქ მეორე კვების ობიექტია ასევე საცხობი, როგორც ხედავთ, ფასტ ფუდი. უცნობია ამ ობიექტის დემონტაჟსაც აპირებს თუ არა ქობულეთის მერის შესაბამისი სამსახური. როგორც ხედავთ, ეს ობიექტი არის გამოსული ტროტუარზე, აი მაგიდებს ხედავთ გალაგებულს ტროტუარზე. ჩვენ არ ვიცით რამე სამართლიანია თუ არის შერჩევი, როგორც ეს ხდება ბათუმის შემთხვევაში ეს პროცესი ქობულეთში. მაგრამ ხომ არ არის შესაძლებელი რომ მივიღოთ პასუხი რომელიმე თანამდებობის პირისგან? ან თქვენ ხომ არ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ვარ? ეს ქობულეთის მერის პრესცენტრი იყო მარი ხალბაძე, რომელიც აკვირდა კომენტარს, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიგია კომენტარი რომელიმე პასუხისმგებელი პირისგან. აქ რამდენიმე სავაჭრო ობიექტია, კაფე მანდარინს ხედავ, ბრედ პოინტი. ასე ვხედავთ ის კაფეს, რომელიც აი აქვეა ჩაყოლებაზე. შეიძლება რომ გაგესაუბრო, თქვენ აქ მუშაობთ? აქ ცხოვრობ? რას ფიქრობთ ამ ძღოლი ვარ? ძღოლი ხარ. კარგი.
ვინც ახლა შემოვერთა ჩვენს პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით რომ ჩვენ ვართ ქობულეთში, ქობულეთის მერიასთან ახლოს, სადაც დაანგრიეს ერთ-ერთი საოჭრო ობიექტი, კაფე იყო, როგორც მივხვდით, თქვენ ხედავთ კადრში მფლობელს, ქალბატონს, რომელთან განსაუბრებად ჩვენ ვცადით, მაგრამ მან უარი თქვა ჩვენთან საუბარზე, შეიკავა თავი კომენტარისგან. რამდენიმე წუთის წინ დაანგრიეს ეს კაფე აღმაშენებლის ქუჩაზე, რომელიც ქობულეთის მერის ადმინისტრაციული შენობასთან ახლოსაა, ეგრეთ რამდენიმე მეტრშია ქობულეთის მერის ადმინისტრაციული შენობა. აქვეა ვთქვათ მეორე კაფეც, რომელსაც თქვენ ხედავთ კადრში. აი ეს კაფე პირდაპირ ტროტუარზე დგას, პირდაპირ მერის წინ. როგორც ჩვენ გვითხრეს აქ პირდაპირ ეთერში შემოსვლამდე ამ კაფეს არაფერი ელოდება. დემონტაჟი არ ელოდება ამ კაფეს, თუმცა გასაუბრებისგან შემდეგ და კომენტარისგან თავი შეიკავეს. გამარჯობა, არის ვინმე მფლობელი რომ გავესაუბროთ? თქვენს ობიექტებს ხომ არ ემუქრება დემონტაჟი, რო გითხრათ შეგიძლიათ? გაქვთ ნებართვა, თუ იცით? თქვენი ობიექტის რაღაც ნაწილი არის ტროტუარზე განთავსებული და ამის ნებართვა გაგაჩნია. და მფლობელს რო დაგვაკავშიროთ შეგიძლიათ ან საკონტაქტო რომ მოხდეთ? რო დავუკავშირდეთ? აქ მინდა გითხრათ რომ პირდაპირ ეთერში შემოსვლამდე აქ ჩვენ დაგველაპარაკე ერთი პირი რომელიც გაგვეცდო როგორც სავარაუდოდ ამ კაფის მესაკუთრე და გითხრა რომ ამ კაფეს არაფერი არ ემუქრება. გამარჯობა, თუ გაგესაუბროთ შეიძლება? რასთან დაკავშირებით? აი ამ დემონტაჟთან დაკავშირებით. თქვენ ხო არ მუშაობთ აქ? არა, არ მუშაობ. ცხოვრობთ აქ? ცხოვრობ. რას ფიქრობთ ამ დემონტაჟზე? რამდენად სამართლიანია ეს პროცესი? კომენტაროთ დავტოვებ. ან თუ არის თუ არა სწორი ამის გრევა კაფის გრევა რომელიც ახლა მიმდინარეობს? ეს ვერ გეტყვი, არ ვიცი. იწონებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას, სწორია თუ არა? ანუ კაფის დანგრევა არის თუ არა სწორი და სწორად ვიდრე ეს პროცესი. არაფერ არ ჩაწერე. პირდაპირ ეთერში ვართ ჩვენ. ბათუმელები. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენ გთხოვეთ გასაუბრება. მოგეთ ქობულეთში ვარ, თქვენ ხედავთ კადრში ქობულეთის მერის ადმინისტრაციული შენობაა ის სწორედ ეს. და მერიასთან ახლოს ანგრევენ კაფეს, რომელიც უნებართვა როგორც ადგილზე გვითხრეს, თავად ქობულეთის მერის წარმომადგენლებმა მათგან კომენტარი ამრამდე ვერ მივიღეთ, მართალია ქობულეთის მერის პრეზიდენტი დაგვირდა კომენტარს, მაგრამ ეს კომენტარი ჩვენ ამრამდე ვერ მივიღეთ ქობულეთის მერიდან. მართალია ადგილზეც იყო ქობულეთის მერის პასუხისმგებელი პირი, მაგრამ მან უარი განაცხადა კომენტარზე. აქ ვხედავთ ასევე კიდევ ერთ კაფეს, რომელიც ჩვენს უცნობია, უპირობენ თუ არა მასაც დემონტაჟს პირდაპირ. საღამო გამოვიდეს რომ არ იყო კარგი. ახლა რატომ გახდა კარგი? უცებ ერთ წუთში ვინ შეგიცვალათ? მოულოდნელი კითხვა დამის მისეთი რომ აი მოლოდინში რას შემეკითხებო. აი თქვენ ამ კაფესაც რომელიც თქვენ ზურგს უკანაა, ახლა ამასაც აიღებენ? ეგ არ ვიცი რას აიღებენ და რას დატოვებენ, მაგრამ ზოგადად როცა აიღო და ქუჩები უფრო გათავისუფლდა, ეს ძალიან კარგი არის. არის თუ არა ერთიანი და საყოველთაო ეს პროცესი? არის ყველას ეხება თუ არა ეს ამბავი? არის ყველას ეხება თუ არა ეს პროცესი? ესეც შემთხვევის მიუღებელი არ ვიცი ინფორმაცია ზუსტად, მაგრამ მე ჩემსაც დავაფიქსირებ, რომ რადგან ეს ქუჩებში აიღეს ესეთი რაღაცები, გონი უკეთესი არის. გონი პირველი კაფეა ხო, რომელსაც ახლა იღებენ ქობულეთის ცენტრში? მე არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვი მე რამდენია, მაგრამ ქუჩებში რომ ხედავთ თავისუფლება არის ნორმალურად მოძრაობა ძალიან კარგია. უნდა შეეხოს უნდა თუ არა ეს პროცესი ყველას, თქვა ყველა კაფეს, რომელიც უნებართვა. უნდა შეეხოს თუ არა ყველა კაფეს და ყველა უნებართვა ობიექტს. ეს ახალ არ ვიცი, მაგრამ თუ არის რომ ეს უნდა აიღოს, ყველგან უნდა აიღოს, არა მარტო ერთსა, ხო? დიახ, თქვენ აქ მუშაობთ? მე აქ არ მუშაობ, მე
შემოვედი მაგალითად. გამოიარეთ, ხო? და ვთქვათ ეს ობიექტი, ეს კაფე, რომელიც ტროტუარზეა გამოსული, ესეც უნდა იყოს თქვენი აზრით, პირდაპირ იკავებს ტროტუარს. არ ვიცი, ვერ გეტყვი, ალბათ აიღებენ. ვერ გეტყვი. თქვენი მოთხოვნა როგორია, ვთქვათ, როგორც მოქალაქე როგორ ფიქრობთ? ჩემი მოთხოვნა ჩვენს მოთხოვნილებში არ არის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აბა? არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვი. თუ გიავეთ, მათი გადასაწყვეტია. ქალაქის იერსახეზე როგორ მოქმედებს ეს უნებათო მშენებლობები? ვერაფერს ვერ გეტყვი. ან თქვენ პრობლემას ხედავთ თუ არა? ეს არის მარტივი კითხვა. ჩემთვის არაფერი არ არის პრობლემა, რაც რო იყო ის და რაც რო აიღო და რაც იმას. კარგით, გავიგეთ. თქვენ შეიძლება რომ გაგესაუბროთ? გადასაწყვეტია. თქვენ დამოკიდება გითხარით, კარგია თუ არა ეს დემონტაჟი? მეცოდება ჯარჩინაც ჩავაყარე. მოგეთ ასეთ ვითარება ადგილზე, აქ გააკეთეს მოახდინეს დემონტაჟი ერთ-ერთი ობიექტის, რომელიც იყო აღმოჩენების ქუჩაზე, ქობულეთის მერის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს. ახალი ეგ მივიღეთ დაპირება ქობულეთის მერის პრეს-ცენტრისგან, რომ მივიღებთ კომენტარს კონკრეტული თანამდებობის პირისგან, აქვე არის პრესის თანამდებობის პირები, მაგრამ არ გველაპარაკებიან და ვერ მივიღეთ ვერანაირი განმარტება ამ დრომდე აი ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ნახეთ იგივე პროცესი ბათუმის შემთხვევაში, როგორ მიმდინარეობს, როცა წლების განმავლობაში არაერთი უნებართვო შენობა ფუნქციონირებდა ბათუმის ცენტრში, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ბულვარში არათუ ფუნქციონირებდა, არამედ შენდებოდა მათ შორის ბათუმის მერის თვალწინ, იგივე გიორგი ჭყონიამ უკანონოდ დააშენა კონკრეტულ შენობას, კონკრეტულ სახლს. პროგრამ შენობა განხორციელდა, მაგრამ ის არ შეუჩერებიათ, ასევე ნახეთ იგივე ამბასადორის შემთხვევაში ბათუმის ბულვარში როგორ მოხერხდა უკანონო მშენებლობა, ისიც არ შეჩერდა და ვხედავთ, რომ ეს პროცესი არის შერჩევითი. და სწორედ დაახლოებით თვენახევარი 2 თვის წინ ერთიანად ჩამოარეს რამდენიმე შენობას, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა უკანონოდ. ამ შენობების ნაწილი უკვე დაანგრიეს ბათუმის ბულვარში, ასევე ქალაქში, ვაიღეს იგივე გოგებაშვილის ქუჩაზე, სავაჭრო ჯიბრებსაც მოქალაქეები ვაჭრობდნენ სუვენირებით, ასევე ნატურალური წვენებით. დღეს ამ მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბნენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ისინი ამბობენ, რომ ვერ მიიღეს ვერანაირი პასუხი ბათუმის მერიისგან, ასევე აჭარის მთავრობისგან, მათ საპროტესტო აქციებიც კი ჰქონდათ გუშინ და წინა დღეებში აჭარის მთავრობასთან, ასევე ბათუმის მერიასთან. მაგრამ ვერ მიიღეს ვერანაირი პასუხი და საბოლოოდ სწორედ ჩათვალეს, რომ სწორი იქნებოდა, რომ მისულიყვნენ ქვეყნის არაფორმალური მმართველთან ბიძინა ივანიშვილთან. ისინი თქვიან, რომ სწორედ მას შეუძლია, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია პრობლემის მოგვარება ამ ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ ის დღეს არანაირ თანამდებობაზე არ არის და არის მხოლოდ ქართული ოცნების პარტია, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ანუ მოქალაქეების რაოდენმა აქციამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა და გამოაჩინა, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობასთან და ქვეყანაში გვაქვს არაფორმალური მმართველობა. ქობულეთში დაგვხვდა ეს სურათი, სადაც დაიწყეს ასევე დემონტაჟი, როგორც ქობულეთის მერის პრეს-ცენტრში გვითხრეს უკანონო უნებართვო მშენებლობების, ეს ერთ-ერთი კაფე იყო ქობულეთის მერიასთან ახლოს, მერიასთან მისასვლელ გზაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე. თუმცა აქვეა სხვა სავაჭრო ობიექტებიც, მაგალითად ეს ობიექტი, ეს კაფე, რომელსაც თქვენ პირდაპირ ეთერში ახლა კადრში ხედავთ, ის ტროტუარსაც იკავებს, მაგრამ აქ უარი თქვეს გასაუბრებაზე, კომენტარზე, ემუქრება თუ არა დემონტაჟი მათ კაფესაც, თუმცა ვიდრე ლაივში შემოვიდოდი, ჩვენ გითხრა ამ ობიექტის ერთ-ერთი წარმომადგენელმა, რომ ამ ობიექტის დანგრევა და დემონტაჟი არ ემუქრება. ქობულეთის მერის პრესეთმა ასევე პირად საუბარში აღნიშნა ჩვენთან, რომ რამდენიმე ობიექტის დემონტაჟია გადაწყვეტილი და უკვე გაფრთხილების წერილები ჩაბარდა სხვა ობიექტის მფლობელებს და მესაკუთრებს, მათ შორის გაფრთხილებული იყო წინასწარ ამ ობიექტის მფლობელი, რომელიც დღეს დაანგრიეს. თუმცა ოფიციალური და ვრცელი კომენტარი, დეტალური კომენტარი ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ დაგვიდა კომენტარს ქობულეთის მერის პრესეთში, მაგრამ ამ დრომდე ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ. აქვე არიან ადგილზე ქობულეთის მერის წარმომადგენლები, აი კადრშიც ხედავთ თქვენ მათ, მაგრამ მათ უარი თქვეს ჩვენთან გასაუბრებაზე და კომენტარზე. გითხრათ, რომ პრეს-ცენტრს უნდა მიმართოთ, პრეს-ცენტრის ადგილზე იყო, ახლად მას მივიღებთ კადრში.
მაგრამ ეს პასუხები ჩვენ ვერ მივიღეთ ქობულეთის მერიდან, როგორც ვთქვათ, უკვე დანგრეულია კონკრეტული შენობა და პასუხი გაუცემელია არაერთი შეკითხვა, როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში, აი ამ უნებართვო ეგრეთ წოდებული უნებართვო შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით, როგორც მოქალაქეები ეჭვობენ, საუბარია არა იმაზე, რომ რაღაც უკანონო ინგრევა და თავისუფლდება ტერიტორია, მათ შორის ტროტუარი ან მწვანე სივრცეები ბათუმის ბულვარში, არამედ ერთმა ობიექტმა შეიძლება ჩაანაცვლოს მეორე ობიექტი და შესაძლებელია ვინმეს უთავისუფლებდეს ადგილს ქართული ოცნება, მასთან უფრო მეტად დაახლოებულ ბიზნესმენს ან კონკრეტულ ჯგუფს, რომელსაც შეიძლება ააშენოს ახალი ნაგებობა, მათ შორის იმ ადგილზე, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ დაანგრიეს ერთ-ერთი ობიექტი, რომელსაც როგორც ქობულეთის მერის პრესში გითხრეს, ნებართვა არ ჰქონდა. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის, ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან ნეტგაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და საინდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.